საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს მინდოდა მესაუბრა იმ ამბებთან, იმ წიოკებთან დაკავშირებით, რაც სიღრმისეულად რაც ხდება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის გამო საქართველოში, მაგრამ გადავწყვიტე, რომ უფრო სიღრმისეულად ამ თემაზე, მხოლოდ ამ თემაზე ცალკე ვისაუბროთ. და დღეს სხვა თემას მინდა შევეხო, რომელი თემაც ზედაპირულად ამასაც შევეხებით, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს მინდა სულ სხვა საკითხს შევეხოთ, რომელიც რა თქმა უნდა კოცების მტკიცებით, როგორც ყოველთვის კოცების საერთოდ ეს ტყუილის ფენომენია და საერთოდ საიდან მოთრეული კოცატყუილები იყო, რომლებიც ამბობდნენ, რომ თურმე არ იმყოფებოდა ბატონი ეს ვაჟბატონი კობახიძე თურმე იმაში რა ქვია შეერთებულ შტატებში და ამას ამტკიცებდნენ ამ რამოდენიმე დღის წინ, აი გახსოვთ, შენახული მაქვს ეს სკრინი, არადასტურებენ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებაო დინარაძეო, გახსოვთ ალბათ რასთან დაკავშირებითაც გესაუბრეთ, მე ამ საკითხთან ეს ეხებოდა ირანის თემას, რის გამოც იყვნენ ესენი დაბარებულები იქ, ბიძიასემთან და რაც სხვა ასევე ივანიშვილის ფულსთაქონებას ეხებოდა და ვენებს იჭრდნენ, რომ არაო წასული. არაო, თქვენ რას აბრალებთო? აი უცებ აგერა აღმოჩნდა და დადასტურდა, დღეს იქნა დადასტურებული ის, რომ თურმე ეს ვაჟბატონი ამ ხნის მანძილზე 4 დღე თუ 3 დღე იქ იყო წასული, წამოპლაკული და ესა რა ქვია გემრიელად რა ვიცი, ამერიკული ოცნებით ტკბებოდა და ახლა ჩამოსულა. ეს არის საერთოდ ქართული საზოგადოების თვალებში ისეთი უხეში ნაცრის შეყრა, იმიტომ რომ საერთოდ ქართულ საზოგადოებას ესენი არაფლად არ თვლიან და არაფლად არ აგდებენ. შეუძლიათ პირდაპირ დღეს მოიტყუონ, ხვალ უარყონ, მე როდის მithქვიაო, თქვენ ეს მოგელანდათო და ეს არის კოცის ბუნება, იმიტომ რომ იცის რომ მონანთ აყავს გადაქცეული ქართველიერი და რასაც უნდა იმას ეტყვის და რასაც უნდა იმას აჭმევს. აი ახლა ეს თვალსთან ხელშვა იყო და მაინც უბრალოდ ამათი დამპალი კოცების აყაროლებული დამპალი სახე რამდენჯერ უნდა აჭვენო. აი აგერ არის. და თავისთავად, როდესაც ასე ატყუებენ ადამიანებს, ჩვენ იზოლებულები ვართ, შემდეგ დავძაბოთ გონება და ვიფიქროთ თუ რა შედეგს რა შეიძლება მოყვეს. ამიტომ მე ამ ვიდეოლაივს, როდესაც წერ, არანაირი პირადი, არანაირი ინტერესები ამ საქმეებთან დაკავშირებით არ გამაჩნია, გამაჩნია მხოლოდ ერთი რაღაცა, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ესენი არის კოცატყუილების ხელისუფლება, რომლებსაც ძალიან დიდი უბედურება დაუმართიათ ქვეყნისთვის და დამართებენ კიდე მომავალში და ხალხი იყოს უბრალოდ რომ ეს არა ქართული ხელისუფლება, არც ქართველი კაცი მართავს ამ ყველაფერს, ესაა მოღალატეების თავიდან უჯიშოების ხელში ჩაგდებული ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი და რა შეიძლება რა მოყვეს, ამიტომ ვართ ბედის ანაბარა, ღმერთის ანაბარა შეტოვებული ქართველები. ახლა სანამ მე დავიწყებდე ამ საკითხებთან საუბარს, მინდა ერთი რაღაცა განვაცხადო. და პირდაპირ განვაცხადო ის, რომ მე უბრალოდ დამავიწყდება, აი კოცებს აქვთ ისტერიკა ატეხილი, რომელი ისტერიკაც დავით გარეჯის საკითხს ეხება. და ამ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას წარმოადგენთ ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება, დიტო ჩუბინიძე, გაზეთი ასავალ-დასავალი და ის პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი აწუხებს, თორე ესენი არიან შემძვრალები იმაში, რა ქვია, სოროსში. და ხან ვის დაჭერას ითხოვენ და უკვე არც მალავენ კომენტარებში ერთ-ერთი ტროლ ბოტი ამას უბრალოდ ვამბობ ამას იმისთვის, მე ახლა ასეთი არც მუქარების და მსგავსი რაღაცეების, ბულინგების და მის მთელი ცხოვრება არ შემშინებია და არც მეშინია, ფეხებზე მკიდია.
ვიღაცა ტროლი წერს, რომ თურმე დედაჩემი, რომელიც ქუთაისში იმყოფება თუ წყალტუბოში, სადაც ცხოვრობს და მუშაობს, ჩავა ამ დღეებში და ნახავს. უბრალოდ პრევენციისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, მინდა იცოდე. პირადად გადაეცით იმას, რა ქვია, ვითომ ვიღაცა ილონა მანაგაძე არის. ილონა მანაგაძე სინამდვილეში ეს არც სახელია და არც გვარია, ეს არის უშიშროების და ქოცების ტროლი. მე მინდა პირდაპირ გადაეცი შენ დირექტორს. იმას რა ქვია, სხვას დინარაძეს, ვისაც პირადად ექვემდებარები. მე მინდა გითხრა ესეთი რაღაცა. დედაჩემს თმის ღერი ჩამოუვარდება. ეს რო იცოდეთ რა, ქოცებო. ხო? მე დინარაძის დედას და დინარაძის ცოლს ვნახავ. ოღონდ ცოტა სხვანაირად. ხო? ცოტა სხვანაირად. და დინარაძესაც ვაყურებია ყველაფერს. ეს ისე რო იცოდეთ რა, აი ეს არის ამათი დამპალის სახე და ყველას, ვინც ახართ პასუხისმგებელი პირები. ამიტომ ეგ თქვენი ბულინგით და იმით ვინ შეგიშინებიათ ის შეაშინეთ და ოჯახის წევრებზე მუქარას ტერორისტები არ ახდენენ ისე. თუ იმას პატარა რაღაცა ღირსეული რაღაცა გააჩნია, შეიძლება თვითონ აიყვანოს თქვენ, მაგრამ ოჯახის წევრებზე ისინიც არ იმუქრებიან. აი თქვენ სახელმწიფო უშიშროების სამსახური დინარაძის თამადობით და მისი ლეკვები გამოდეხართ და ადამიანები, რომლებიც თქვენთვის არიან მიუღებლები და რომელთა აზრიც არ გაინტერესებთ, მის მოხუც მშობლებს ემუქრებით. აი ეს არის და ეს არის თქვენი მორალი, ეს არის ქოცის მორალი ზოგადად. ის არ აკმარეთ გაუბედურებელ დედაჩემს, რომ ერთი შვილი ალთას, მეორე ბალთას და ასეთ პრობლემებში არის და მოხუც ადამიანს 75 წლის ქალს, რომელიც დღემდე მეცნიერებას და იმას ემსახურება ქართულ კულტურას, მოხუც ქალს ემუქრებით იმისთვის, რომ მე შემაშინოთ. ხო. ხო, მე ამას გეტყვი პირდაპირ, რომ მე თქვენ დედებს ვნახავ, მე ცოტა სხვანაირი ფორმით. და თქვენ ცოლებს ვნახავ. მიიღეთ ეს პასუხი. და ეს არის ქოცების დემოკრატიული, ისა რა ქვია, ნაოცნებარი, ჩვენი ნაოცნებარი საქართველო. და ეს ყველაფერი რატო ხდება ეხლა აიგიხსნით. არავინ სხვა ამ თემებთან დაკავშირებით ხმას არ იღებს. მე მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ ქართველებო, უბრალო რიგითი ქართველები ამ საკითხთან, დავითგარეჯი დიდი ხანია გაყიდული არის. დიდი ხანია გადაცემული არის აზერბაიჯანისთვის. მაგრამ ამის გაფორმება იყო საჭირო. და ამას ხელს ვერავინ ვერ მოაწერდა გარდა აი მოღალატე ხელისუფლებისა და მოღალატე ბიძინა ივანიშვილისა. და მის დაქვემდებარებულში მყოფი ვირთხისა. ამიტომ ეს აქვთ მათ აღებული, ეს გაკეთებული, მიტომ არის ხმა სამარიდან. მიტომ არის დღეს ხმა სამარიდან, საერთოდ რო არ იღებენ, არიან გაჩუმებულები და არიან შეყუჟულები, აბსოლუტურად მთელი ტელევიზიები, აბსოლუტურად მთელი, რა ქვია, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური სპექტრი და აბსოლუტურად ყველა ჩართული არის იმაში, ხმას არავინ არ იღებს. დაწყებული ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერებით გაგრძელებული ოპოზიციური ტელევიზიით და მედიით და ისეთი ჟურნალისტიც რო კითხო თურმე აი ელისო კილაძე რო არის, ხო, რომელიც ყველაფერში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ჩემობრუნებული არის და დიტო ჩუბინიძეზე და ამის ინტერვიუერზე არის ესა რა ქვია მთელი შეტევა. ეს იმას აჩვენებს, რომ ეს არის მთელი ერთი აყროლებული დამპალი სისტემა, ჟურნალისტიკა, ეს არის თავიდან ბოლომდე ეს აყროლებული სისტემა არის ზუსტად აი ამ ნაგავი შევარდნაძის მიერ დამკვიდრებული 1000 პარტია და ყველა არის ერთი და სინამდვილეში აქ ყველა აქ უბრალოდ როლები და ამას ირჩევენ, იმას ირჩევენ და საქმეში რაშია იცით ხალხო? ის სუდია და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ ტერიტორიები დაკარგულია. ერმილე ნემსაძე სუდია, დიტო ჩუბინიძე სუდია, ასავალ-დასავალი სუდია, დემურ გიორხელიძე ქართველთა გაერთიანება სუდია. ესენი ყველა სუდია. კარგია ბიძინა ივანიშვილი და კარგი არის ესა რა ქვია, მათი ოპოზიცია და საქმე იმაში არის, რომ დავითგარეჯი უკვე გადაცემულია. დაზარალებული საქართველო. აი ეს არის რეალობა. ამათი დამპალი რეალობა, ამათ ხარი რო დაუკლა ერთ დღეს, მეორე დღეს არ ახსოვთ. ეს არა ქართველი, ეს არის ქართველი ადამიანის ფსიქიკა, უმადურობა. ეს არის არაქართული ჯიშის, აი ებრაელებს ახასიათებს ესეთი რაღაცა. 26 საუკუნე რო აცხოვრო
და თავზე გადაყვედა იმას და გავლიან მე და ურიას მეძახოდიო ამით ვიყავი შევიწროებულიო გეტყვია. აი ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი სისტემის სახე ზუსტად. დღეს გამოიყვანეს კიდე ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი, რომელიც არის აი როიცია გაცრავად ჭომნელა შატკაო როიციან თქვა ეს შავი ბნელეთის ცხენი ასე რომ ვთქვათ პეტრე მამრაძე გულაშვილის მოღალატეების ტელევიზიაზე რომელმაც გააკეთა ვრცელი განმარტება თუ ეს ყველაფერი რასაც თურმე ჩვენ ვეწევით დავით გარეჯთან დაკავშირებით ეს არის თურმე ბინძური იარაღი და ბინძური პროვოკაცია მოწყობილი საქართველოს და აზერბაიჯანის ესე იგი მეგობრობის მიმართ. რომ რამენაირად თურმე ურთიერთობები თურმე ჩვენ დავით გარეჯს რო ვამბობთ, საქართველოა, ამით ვაფუჭებთ თურმე აზერბაიჯანულ და ქართულ ურთიერთობებს. და აი ამაში არის თურმე ჩვენი იდეა თურმე არის ის რომ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები გავაფუჭოთ. აი როგორც არასდროს ისე ვარ დარწმუნებული, ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ დავით გარეჯის გაფორმება მოახდინა ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა. ამათი გადაცემული არის ეს ზუსტად ვინც ნახეთ ჩემი ბლოგი YouTube-ზე რომელიც დღეს დავდევი ლინკად მიუთითებ ქვემოთ დავდებ დეტალურად ამაკ იქ აღწერილი და ცლად ცალკე მოგახსენებთ ამ ყველაფერს ცლად თუ როგორ ხდებოდა ქართული ოცნების ხელისუფლებიდან დევნა იმ ადამიანების, რომელი ადამიანებიც ესა რა ქვია დავით გარეჯთან დაკავშირებით იღებდნენ ხმას. და ახლა ნელ-ნელა არის შემოპარებული ეს თემა, გამოყავთ ეს მოღალატე მანჯავიძე, მოღალატე გულაშვილი, მოღალატე პეტრე მამრაძე, ყველა ეს ბოზიშვილები სულ ყველა მთელი ეს ქოც სამსახური ჩამდგარი არის საქართველოს ღალატის სამსახურში და გამოდიან და გვეუბნებიან ყველას რომ დიახ ხო ეს გადაცემული იყო საბჭოთა დროს იყო ნაცებმა გადაცეს და ესენი რაშვაში არიან. აი ამაშია საქმე, ამიტომ არაკეთებენ ესენი არანაირ განცხადებას ვერ აკეთებენ, რა უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ ფაქტია ეს ასე არის. და ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ იმაში რომ თურმე ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს თურმე ვაფუჭებთ. ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს კი არ ვაფუჭებთ, ჩვენ ქვეყანას ვიცავთ ისე როგორც შეგვიძლია. და ვცდილობთ რომ ეს დაკალიავებული ხალხი ამ მოღალატეების სამსახურში რო არის შეყვანილი და დაბოლებული რო არის. პეტრე მამრაძეს რა უნდა ელაპარაკო? ამის პუჩისტი დედა შევეცი ამისას მე. ამას რა უნდა ელაპარაკო? ამ ნაბოზვარს, ამ შევარდნაძის ლაქიას რა უნდა ელაპარაკო? არა, ინფორმაციები ბევრი აქვს. ბევრი მოვლენების მონაწილეა, ბევრი რაღაცა იცის, მაგრამ ამის კგბ-შნიკი დედა მოვთხან მე. ეს როდესმე ქართველი ერისთვის და საქართველოსთვის იტყვის რამეს? ამას საქართველო კი არ ადარდებდა. და ამას საქართველოს მდგომარეობა, ამას უბრალოდ ნაცები არ მოწონდა თავის დროს, იმიტომ ვერ ძოვდა იმათთან ერთად ისე როგორც მოსაძოვი იყო. ამათთან ერთად ძოვს ახლა და სულ ფეხებზე კიდია დავით გარეჯი და სულ ფეხებზე კიდია თავიდან ბოლომდე ყველაფერი. აი ამ დღეში ვართ, ხალხო, არანაირი შეთქმულების თეორიები, არანაირი შეთქმულების სისულელი არა ას ლაპარაკობთ. იძახიან დადეთ ფაქტი, რომ გადაცემულია დავით გარეჯი. ბიჭო, აი როგორ აი ძალიან ბინძური შედარება, როგორ შეიძლება, მაგრამ ამ აყროლებულ ადამიანებს როგორ უნდა გააგებიო მეტი შეკაიდეთ მამიშვილო, მეტი რა ფაქტი გჭირდება. ქოცების მმართველობის პერიოდში ჩამოვიდა იქედან ქართული ჯარი, დადგა აზერბაიჯანული ჯარი. ქოცების მმართველობის პერიოდში მიენიჭა სტატუსი აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იმ მონაკვეთს, რომელიც არის დარჩენილი აზერბაიჯანის საზღვრის იქეთ, რომელიც გადმოწეულია და გადაწეულია ეს საზღვარი, რომელიც ისტორიული საქართველოა. იქ ვერც მომლოცველი ადის, ვერც მღვდელი ადის, არც არანაირი ლიტურგია არ ტარდება. მეტი ფაქტი რა გინდა? მეტი ფაქტი რა გინდა და აი ამათ დროს გაკეთდა ეგ ყველაფერი. ეგრეთ წოდებული კარტოგრაფები, ვინც იყვნენ დამნაშავეები და ვინც იყვნენ დაჭერილები, გამოშვებულია სულ ყველა, გარეთ არის. ისინი დამნაშავეები არ ყოფილან თურმე, ისინი უდანაშაულო ხალხი ყოფილან.
აი ამას ამტკიცებს ეს. და აი თურმე ამ მეტი ფაქტი რა გინდა? მეტი ფაქტი რა გინდა? აი როგორი ბოდიში და როგორი ყლე უნდა იყო ადამიანი ამ ფაქტებს ვერ ხედავდე. მეტი ფაქტი რა გინდათ? გეკითხებით, აი კოცებს გეკითხებით, თქვენი მკვდარი და ცოცხალი მოვტყან, მე დიდი ამ პატარიანად, ვინც მაგას ამბობ. მეტი ფაქტი რა გინდათ? აბა ვის უნდა დავაბრალოთ? სააკაშვილი არის დამნაშავე, სააკაშვილის გადაცემულია, წარუდგინეთ ბრალდება სააკაშვილს, წარმოადგინეთ დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადასცა სააკაშვილმა და ხელმოწერილი დოკუმენტი გვაჩვენეთ. გეკითხებით, კითხვას რომ ხო სააკაშვილის გაკეთებულია ეს. რატო არ გძრავთ საქმეს? რატო არ ახდენთ ბრალის წარდგენას და რატო არ ასაჯაროებთ დოკუმენტებს, რომ ეს გააკეთა სააკაშვილმა? რო დავიჯერო, არ მჯერა, მე რაღაცა ტელევიზორში ბევრი რაღაცა ითქვა, ამან იმას ეგი უთხრა, იმას სად არის დოკუმენტი, სახელმწიფო საზღვარია ეს. დოკუმენტს არ ასაჯაროებთ, არდებთ. იძახით სიტყვაზე. სიტყვაზე ვინ უნდა გენდოთ? მეტი ფაქტი რა გინდა? მეტი ფაქტი რა გინდათ ხალხო და გაქვთ ისტერიკა ატეხილი, ვინც ამაზე საუბრობს. ერთი ის იყო ქალის გაუპატიურების იმას განიხილავდნენ, რა ქვია, თემას სასამართლოში და ფაქტიო, ქალბატონო, ფაქტიო, ახლა მოგვეცითო რომ გაგაუპატიურავა, აღარ გეტყობა თუ თქვენო ხელზეო და იმაზეო, იმას ხნებიო, რა ქვია, ნაწამები და ნაწვალებიო და ფაქტი გვინდაო, ფაქტიო, უკაცრავთა შიგიყო და ახლა საიდან დაგიმტკიცოთ, რომ გამაუპატიურა თუ არ გამაუპატიურავ. აი ესე შიგა გაქვთ კოცებს, ფაქტი ღრმად და გარეთ ეძებთ. აი ესეთი ბინძური შედარება, იმიტომ რომ ბინძური ხალხი ხართ, ვინო. ეკლესია გაჩუმებულია. ხმას არ იღებს. ჩაგდებული აქ, ჯაღმაიძე მოღალატით დაწყებული, გაგრძელებული სხვა წეულებით იქ. გამოყვანილი ყავთ პეტრე მამრაძე და გამოყვანილი ყავთ ეს სირები და ეს ღორის შვილები გამოყვანილები ყავთ. და გველაპარაკებით, რომ თქვენ ხართ ისა პატრიოტი, რომლებმაც არჩევნები მოიგეთ ამ თემაზე. მანიპულაცია გააკეთეთ, ეს ალგე რუსადა ის რუკა. ის რუკა უნდა გაგიკეთოთ კაცმა ტრაქში ახლა თქვენ. და ჩვენ ვართ ცუდები, ესე იგი ამას რო ვლაპარაკობთ, ხო? და კარგი ვინა? კარგი ვინა, ვინც ტაშს გიკრავთ და ღმერთმა დაგლოცოს ისა, რა ქვია, ბატონო ბიძინა და ქართული ოცნება და ამის მეტი ფასი არა. კარგი ის კი არა, ისა ყველაზე დედამოწყნული ქართველი. ის არის ყველაზე მეტი ჩათალახი, რომელსაც საკუთარი კუჭი და საკუთარი ეზო მლათურჩევნია მთელ სამშობლოს. და სულ ფეხებზე მკიდია მე ასეთი მშვიდობა. ტრაქში გაიკეთეთ ესეთი მშვიდობა. და გაუკეთეთ ერთმანეთს კოცებმა. რომლებმაც ასე ჩუმ-ჩუმ ნელ-ნელა ბწყენა-ბწყენაში ღალატში გადააშენეთ საქართველო. იქ არაბებს მიწამიყი და რა მოხდა? იქ არაბები ჩამოსახდებიან, მერე რა მოხდა? იქ საყდრისი დაანგრია, მერე რა მოხდა? იქ თავის დროზე ნამოხვანხესი გაყიდა, მერე რა მოხდა? იქ რა ქვია, დავით გარეჯი გადაცა, მერე რა მოხდა? მერე რა მოხდა? მერე რა მოხდა? მერე რა მოხდა? ღმერთმა დალოცოს ბიძინა. ვისაც აი ასეთი დამპალი ერი რა საცოცხლებელია თუ თქვენ ახართ, თქვენ არ ახართ ქართველი ერი. მაგრამ აი ესეთი ჩმორი და ესეთი დამპალი ერი, რომელსაც თავი იჩემებთ, რომ თქვენ ხართ. თქვენ არ ახართ ქართველი ერი. მაგრამ თქვენ ხო წარმოჩენილი გაქვთ სახე. ასე ვიტყვი, ასეთი დამპალი საზოგადოება და რა შესაძლებელია ომისთვის. ეს გასაწყვეტი ხართ უყველა. აი ამას რო უჭერთ მხარს. და აი ამ ბოზიშვილის ტაშმანდურის დაკვრით რო ხართ იმაში, რა ქვია. და ჩემნაირებს და ჩვენნაირებს უკვე ოჯახის წევრებით რო ემუქრებით. რა საცოცხლებელი თქვენ ახართ? რა მნიშვნელობა აქვს ჩემო ძმაო, ვინ არა, ჯიშის არა, რაცა მისი ბიოგრაფიით და ვინცა პეტრე მამრაძე, მისი ნაბოზუარი ბიოგრაფიით და მისი ჩათალახური ბიოგრაფიით, კგბ-შნიკი ჩათალახი ეს.
ომი არა ის უნდა დაიწყონ სასწაულს ნულაპარაკობთ ვინა ომის დამწყები ბიჭო ვინა ომის დამწყები ქართული ოცნება ვინმესთან ომის დამწყები ომის რომელიერ ჯარში რომელერცა აქვს ნამსახურები იარაღის დაშლა აწყობა რომელმა იცის კი არა იარაღ რომელი გადაგიტენის ჩამორები პიდარასტები ჩატალახები სოროსის ვირთხიდან და იმისი ქართულ ფონდიდან გამონძრეული ხალხი დაყრილი იქ პაპუაშვილი ისა რა ქვია ჩიჩილაკა თუ რომელი თუ ის სერი რო ყავთ თავდაცვის მინისტრი რო ქვია ჩიქოვანი მერე უკვირს ვინმეს რომ აი ესეთ ბიონაგავ ხელისუფლებას არავინ არ აფასებს არავინ პატივს არ ცემს ნამდვილად არა პატივსაცემი ის ხელისუფლება რომელიც საკუთარ მოსახლეობას ასე ექცევა და ყველამ კარგად იცის რომ ის ხალხი და ის რეჟიმი და ის ხელისუფლება რომელიც საკუთარ ისტორიას საკუთარ ქვეყანას საკუთარ მოსახლეობას აი ასე ექცევა იმასთან არ შეიძლება არანაირი მეგობრობა იმასთან არ შეიძლება არანაირი თანამშრომლობა იმასთან არ შეიძლება არანაირი სერიოზული იმის რა ქვია ურთიერთობის დაკავება ამიტომ არის რომ ყველა გვერდსულის ამ აყარულებულ ხალხს ამიტომ არის რომ ეს ბიონაგავი ხალხი საქართველოს სახელით და ქართველების სახელით манипуლირებს და აყენებიებს საქართველოს და ქართველიერს ყველას და მე უბრალოდ აი ნერვები რაზე მომეშალა იცით ახლა გადავალ ერთი ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ ვიტყვი მე სიღრმისეულად ცოტა სხვა მხრივ განვიხილოთ მაგ ყველაფერი გამოვიდა დღეს ესა დივენსი მაშინ აზერბაიჯანში და გამოაცხადა ესა რა ქვია რომ აზერბაიჯანელები იყვნენ ერთ-ერთიო ვინცო ესა რა ქვია ყველაზე ბოლოსო რომლებმაცო დატოვესო ავღანეთი აზერბაიჯანელები რომლებიც არ ვიცი ზუსტად არ მახსოვს მაგრამ 100 კაცამდე იყვნენ სულ და ისინიც იყვნენ მშვიდ და წყნარ და უზრუნველყოფის იმგენზე რა ქვია ბაზებზე ავღანეთში და გვერდიაო არა ქვეყანას რომელი ქვეყნის 1500 ჯარისკაცი მსახურობდა იქ ჩართული იყო ყველაზე რთულ ოპერაციებში 53 ჯარისკაცი დაღუპული ყავს ამათ მისიებში და 600-მდე დასახიჩრებულია მათი საფლავების პატივის მისაგებათაც არ შემოიარა აი რატომ იმიტომ რომ ამათ და ამათ იდეოლოგებს რომ მკითხო ჯერ ერთ დღეს ტრამპი გადამრჩენელი არის და ტრამპი ესე თურმე მოვა და ყველაფერი კარგად იქნება ხო გახსოვთ ეს არჩევნები რომ მოდიოდა რა სიძახოდნენ და მე ტრამპი თურმე აღმოჩნდა deep state-ის მართული აგენტი და გამოყვანილი ყავდათ ის დოდოყლე აქვია იმას მართლმადიდებლობაზე უნდა თქვასო ქართველმა ერმაო უარიო თუ რუსეთთან ურთიერთობა უნდა ახლა რომ პირველი პირწავარდნელი ქრისტიანი და მართლმადიდებელი არის გამხდარი რა ქვია იმა ხო შათირიშვილი და ახლა ტრამპი ესო deep state-ის აგენტიაო ჯო ამ ხალხს კი აბოლებენ ეს დედამოწყნულები საქართველოში ამათ ხო ვერ დააბოლებენ ამათ არავინ არაფრად არ აგდებს იმიტომ იციან რომ ეს არის აყაროლებული რეჟიმი არასერიოზული ხალხის ერთი ბიზინა ივანიშვილის იმაში რა ქვია ბუნაგში მოხარშული რასაც ეთქვის ის აკეთებენ ისე დღეს ესაა კარგი ხვალისაა კარგი ზეგისაა კარგი მაზეგი იგი გვინს გუშინ იყო კარგი არ ვაგდეს მის თანამებრძოლების არ იყოს გუშინ ღარიბაშვილი რო იყო კარგი გუშინ წირო ზურაბაშვილი იყო კარგი იმის წინ რო სასწაული იყო გადასარევი რო იყო ის რა ქვია შემოულაწუნე დღეს ის ხალხი არ ვარგა ცუდია ისია ამათი პარტნიორებიც ამიტომ აი ესეთ ბიონაგავთანა არავინ დაიბარეს იქ დაიბარეს და უთხრეს სირო პირდაპირ უთხრეს ასე ჩვენ აქ ომს რო დავიწყებთ მაგ ჩვენ რაც დაგვჭირდება და რასაც გეტყვით იმას გააკეთებთ თუ დავიწყებთ ომს ირანში ეს ორი დღეა ერთი მეორის მიყოლებით უკანალში უძვრებიან იმას და მე რა მინდა კითხოთ ხალხო იცით
ბიჭო, რო გითხოთ ამ ხალხს მართლმადიდებელი და ქრისტიანი ხალხი ხართ და ესახართ და ესახართ. რატო უძრებით ტრაჩი იმ ამერიკას და რატო უძრებით იმ ტრამპს იმ ერთ ადგილას, რომლებიც პედოფილიით დაწყებული და მთელი მაგათი პრეზიდენტების ელიტა კანიბალიზმით გაგრძელებული ბავშვების სისხლის სისხლით თვითონვე ვერ მალავენ. რა გინდა, რა საერთო გაქვთ ამ ქვეყანასთან? სანამ აი ესეთი ელიტები ყავთ. ეხლა თქვენ ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ ესა აბრაამ ლინკოლნი ან კენედი იმას, ბავშვების იმაში, გაუპატიურებაში ღებულობდა მონაწილეობას? აღარ არსებობს, არც ის ამერიკა არ არსებობს, დიდი ხანია და ის ნორმალური თუ ხარ, უნდა იცოდე როგორი დისტანციური, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა უნდა დაიკავო ამათთან. რატო უძვრებით? რა გესაქმებათ? პედოფილებთან, კანიბალებთან? არა? ეს ვინმე მართვას. ახლა მთელი მსოფლიო გადასარევი რა არის, იცით, აი ერთი რაღაცა გამეცინა. აი ეს მაგათი სპეცსამსახური არის საქართველოში, მითების დეტექტორი და გუშინ დავდევის, ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ფოტოები, რომლებსაც კაციშვილი არ უარყოფს, რომ სატანისტურ რიტუალებს ატარებდნენ, მონაწილეობდნენ, ოფიციალური ბრალდებებია წაყენებული და მსგავსი რაღაცები თვითონ არ უარყვიათ, ევროპაში და ამერიკაში. გამოვარდნენ აქ ადგილობრივი ისა. და თურმე ეს ყოფილა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები. რომ არ გავრცელდეს, ხალხმა არ გაიგოს. და ამას წვეთს ისა, კინწურაშვილის კანტორა. ამერიკელები არ უარყოფენ თვითონ რომ კანიბალები ყავთ, სატანისტები ყავთ, 1000 წეული ხალხი ყავთ და საქართველოში თურმე ეს სიცრუის მითების დეტექტორი. თუ მითი ყოფილა ეს თურმე. ანუ მითებში ვცხოვრობ თურმე, გაიგეთ? მითი ყოფილა თურმე ამათი კანიბალიზმი, მითი ყოფილა თურმე ამათი სატანისტური რიტუალები. ეს თურმე ეს ტყუილია. ტყუილია თურმე ეს. და ტყუილს ვლაპარაკობ და ტყუილს ვავრცელებ. აი საქართველოში მოსულა. და ეს სასაცილო რა არის, იცით, აი რაზეც ყველაზე მეტად გაგეცინება რა, აი ესეთ რაღაცას შევხვდი რა და ამას ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ესე ქოცების ზომბირებულ დაავადებულებას, მრევლს ამის ჯერა. აი ამის ჯერა, რომ თურმე კახა კალაძის მიუცია ინტერვიუ, კახა კალაძის ქონია ინტერვიუ მიცემული, რომ ესო 2008 წელს საქართველოს რუსეთის ომი რო იყო, თურმე ეს მისულა ბერლუსკონთან, იცოდა რომ პუტინის მაკაცი იყო და თხოვეო რა ამის გაკეთება თუ შეეძლო და ჩემ თვალწინო დაურეკაო იმას, პუტინსო და მალე შეთანხმებას მოეწერა ხელიო და თურმე ეს ყოფილა, კაცო, ბიჭო, ეს ყოფილა გადამრჩენელი თურმე საქართველოს და ამდენი ხანი რატომ მალავდი, ვიცი შენ მორცხვი ბიჭი ხარ. კახი. მორცხვი ბიჭი ხარ შენ და ესეთი სამშობლოსთვის თუ რამე გაკეთებული, ამას როგორ იტყოდი? ალბათ მაგაში გაქვს შენ მიცემული ესა ვახტანგ გორგასლის ორდენი. და აი ამ დასირებულ ხალხს, აი ამ ზომბირებულ ავადმყოფ ხალხს, ამის ჯერა. ჯერად. იმის არ ჯერად. დავით გარეჯი რო წაიღეს აზერბაიჯანელებმა ამ დროს, იმის არ ჯერად. ამის ჯერად. რაფერად სააკაშვილი ამბობდა, რომ თურმე ბუშს დაურეკა და უყვირა, თურმე ბიჭო ომში ვარო აქო და მეო დაურეკეო და უყვირეო ბუშსო და ბუშს თქვია რას მეყვირი ხარო, მეო შენი ბოუში კი არა ვარ. არა მაგარი პრეზიდენტი ყავდა, ამერიკის პრეზიდენტს უყვიროდა ეს გააკეთე. და თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ან სახელმწიფო არის, ან ესენი მთავრობა არის, ან ამათი მხარდამჭერები ნორმალური ადამიანები არიან და საერთოდ ამ ხალხთან რამე ლაპარაკი შეიძლება? და გაგიკვირდება მე ეს ხალხი, რომ დაგემუქრებიან ოჯახის წევრით, მოხუცებული დედით, შვილი თუ ყავს შვილით, აბარასიზამი. აბარასიზამი, ეს არის უბედურების ბუნები.
და არა ხალხო, ეს ცრუ ნარატივებია ხალხო ეს ყველაფერი. ეს სიცრუეა. რა არ ყოფილა ისა რა ქვია ამერიკაში არ ყოფილა ის წასული დინარაძე. არა ყოფილა, იცით, ყოფილა, თურმე და საქმეები მოუგვარები. უშიშროება, რომელიც წარმოგიდგენიათ? უშიშროება აქვია, რომელიც იმას ვერ ასაიდუმლოებს ქვეყანაში. ვინმეს გაგიკვირდებათ, რომ როგორ მოხდა ამ ინფორმაციების გარეთ გამოსვლა. ჯერ გაუმარჯოს იმ ხალხს ღმერთმა, ვინც ჩვენ გვაწვდის გვაწვდიდა და გვაწვდიან ამ ინფორმაციებს, რაც უშიშროებაში ხდება. არასდროს დამიმალია მე, რომ არიან იქ პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ხედავენ რა ჯოჯოხეთი ხდება შიგნით და გვაწვდიან ამ ინფორმაციებს. და წარმოგიდგენიათ ხალხო, უშიშროება ვერ ინარჩუნებს საიდუმლოდ იმას, რომ მათი შეფი წავიდა და ჩამოვიდა ამერიკიდან. ის გამოდის გარეთ ინფორმაცია. და ეხლა ვიღაცას გაუკვირდება ის, რომ გადაცემული იქ საიდუმლო დოკუმენტი ნახა ვიღაცამ და გამოიტანა გარეთ და თქვა. თუმცა ადამიანი, რომელიც თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან. არ ვიცი ბატონო, ვინმე რომ რამეს გაბრალებდეთ? კიდე ხო ჯანდაბას. რაღაცა ეჭვი იყოს და რაღაცა ეჭვია ეს. ფაქტი შიგაგავ ჭედებული ყველაფერში ამ კოცებს. ჩემო ძმაო, კაცი ამბობს ღიად, რომ 100 არის. 100 არის. ერთი ინტერვიუ მიცა, 9-ჯერ დაადასტურა, მეორე ინტერვიუ მიცა, 9-ჯერ დაადასტურა. კაცი თვითონ თანამშრომლობდა, სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო. გამოდის ამბობს, შევედი, ვნახე, ჩემი თვალით ესე და ვამბობ ღიად. რა თუნდა იმას მტკიცებულება, რომ ამა დროს წაიღეს გარეჯი, რა თუნდა იმას მტკიცებულება, რომ მესაზღვრეები ამა დროს დადგა, რა თუნდა იმას მტკიცებულება, რომ გზა ამა დროს გაიყვანეს, რა თუნდა იმას მტკიცებულება, რომ ალიევმა გამოაცხადა კულტურულ მემკვიდრეობად ალბანურ ძეგლად, რა თუნდა ამას ეს ხო დევს ფაქტად. კაცი ამბობს, მე თვითონ ვნახეო. გამოდის ხელისუფლება და საერთოდ გაჩუმებულია. ხმას ამარიდან, ხმას არიღებს. გამოყვანილი ყავ თავისი აბრალებენ სააკაშვილს. სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვილის მიმართ არც აღზრული ესა რა ქვია, სისხლის სამართლის საქმე. სააკაშვილის მიმართ არანაირი ბრალდება წაყენებული. და რაღაცა ესა ინტერვიუ რაღაციდან ამოღებული რო ისო. ქვია. და კალანდაძის და იმისი და რურუასი და იმისი რო გადავეცით. რატო არ ასეჯეროვებენ თუ ასე? ახლა მეტი ახლა რა გითხრას ახლა ადამიანმა იქ იმ ოთახში ვინც იცის პროცედურების შესვლა და რამე ფოტოაპარატის და სკანერის და იმისი ტელეფონის შეტანა არ შეიძლება. დიდი ნახო ინფორმაცია და გამოდიხარ გარეთ. ამაშია საქმე და ახლა თუ არ გინდათ ბიჭიკო ამის დაჯერება, რა ვიცი ძმაო, ახლა მეტი რა უნდა გითხრათ კაც. არც ერთი ოპოზიციონერი კითხვას არ სვამს. არც ერთ ოპოზიციონერს არ აინტერესებს. ყველაზე მეტი მტკივნეული საკითხი, რო კითხო დავით გარეჯე მტკივნეული საკითხი არ აქვს ქართულ საზოგადოებას. არც ერთი ჟურნალისტი გარდა ამ გამправებელი გულაშვილის და ამის გარდა ოპოზიციური ჟურნალისტი არანაირ კითხვას არ სვამს. აი ქალბატონი ელისო კილაძე აგერ უყურებს ახლა ამ ლაივს, რომელსაც კომენტარი დაწერა. აქვს გაზეთი, შეუძლია თვითონაც მოიძიოს ეს ინფორმაცია, არა, თიტო ჩუბინიძე არის ცუდი კაცი ამბობს და ისა რა ქვია. ის არის თურმე ახალაიას ნასეტკა. არ ვიცი მე ეს ხალხი ამას რატო აკეთებს. კომფორტი შეუქმნან, რამენაირად მაქსიმალურად კომფორტი შეუქმნან იმას, ხელისუფლებას, რამე არ ეწყინოს. ნუ დებილისთვისაა გასაგები, რომ ნაცი, ქოცი და ამათი ოპოზიცია და ამათი ხელისუფლება არის ერთი ბანდა. ყველა ეს მუშაობს საქართველოს და ქართველიერის წინააღმდეგ. ახლა ის გინდა ასე მიიღეთ, გინდა ისე მიიღეთ. ეგაა და ეგ. და ცუდები ვართ ჩვენ. ცუდები ვართ ჩვენ. რატო ვართ ცუდები, იცით?
რას ქვია არა ვართ გაჩუმებული და რას ქვია ხმას არ ვიღებთ. ხო. ღმერთმა დალოცოს საპატრიარქოსთან ჩვენ არაფერი საქმე არ აგვაქვს. ხელისუფლებასთან რა გინდათ სააკაშვილის გადაცემულია. ოპოზიციასთან რა გინდათ. თქვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება გინდათ. მე, აი ახლა გასაგებია, ესენი რატო უნდათ ამათ ჩემი დაჭერა. და არა მარტო ჩემი დანარჩენების, ვინც ამ საკითხზე. ნიკოლოზ მჟავანაძის აიღეთ თუ გინდათ. რამდენი პროვოკაცია და ის მოუწყვეს და ლამის იმაში რა ქვია, ბავშვთან ერთად მოუვარდნენ იმაში. რატო? რატო უწყობდნენ პროვოკაციებს? იმიტომ რომ დისკომფორტი ექნებოდათ. კიდე სხვები. სადაც თამაზი ჩოხელი ჩემი მეგობარი ისიც უშიშროებაში იყო დაბარებული. ამ საკითხებთან დაკავშირებით. მასზეც იყო საქმე აღძრული. ამაშია საქმე. დაიჭით ბიზიკო ახლა და უყურეთ როგორ დაიკარგება ჩვენი სამშობლო. სამშობლო დიდხანია დაკარგულია ამათ ხელში რაც არის. მაგრამ მე მინდა ერთი რაღაცის თქმა. ამაში არის ყველა წვლილი შეტანილი. აი რო გონია ადამიანი რო ამბობს რომ ჩემი ბრალი არ არისო. თუ დაიღალე გაბრძანდი ქალბატონო. გაბრძანდი, გაძალებს ვინ მეყურებას. თუ დაიღალე წადი გაბრძანდი, ეგერ და შედი TikTok-ზე და ეგიდუნაშვილს და იმას უყურე და აერთო. დაიღალა. გასწავლოთ, მაგრამ აქ გასართობი გადაცემები და ეს ძილის პირულები არ მიმყავს მე. ვისაც არ გაინტერესებს, შეგიძლიათ მიბრძანდეთ. ასე არის. ასე არის, ზუსტად ამაში არის საქმე. ამაში ყველანი ესენი ერთსულოვანი არიან. საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, ქართველი ერის ეროვნულ ყველანაირ საკითხთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებთან, ჩვენი ერის განადგურებასთან ეს ბანდა ხელისუფლება ოპოზიციანეთ, იმა ყველა არის თავიდან ბოლომდე ერთსულოვანი. აი ამის თქმა მინდოდა და რისთვის იყო წათრეული ეს პროჭიკელა იქ დინარაძე. და დინარაძე კიდე ერთხელ გეუბნები რა. აი ესეთი მუქარები ჩემი ოჯახის მოხუცებული დედის მიმართ და ესეთი რაღაცები. თმის ღერი ჩამოუვარდება ელემენტარულს გეუბნები. პირდაპირ შენ დედას და შენ ცოლს მე ნახავ შენ თვითონ როგორ მოვხედავ. ხო, ისე რო იცოდე რა. იმიტომ რომ შენი ტროლზაუდის და მთელი თქვენი საბუზეთის გაკეთებულია ეს. მაგასაც არ გაკმარებ. და რასავარ დიდი ხანია შეპირებული რომ ყველა შენი ნასეტყის და ყველა თქვენი უშიშროების აგენტურის სიები გამოფინო. მართლა გამოგიფენთ. არ მინდა უბრალოდ რომ ხალხს ერთმანეთს შევაჭმევი. თორე ვინც აკავს ეს გაბოზებული ხალხი და ვინ დგას თქვენ სამსახურში და ვინა აგენტი და ვინ არა აგენტი ყველაფერს გაიგებს და აი ამ ჩემს ფეხებს დაუწყვეტიათ ერთმანეთი. და აი ამ ჩემს ფეხებს თუ იზარალებთ თქვენ დასაკცები ხართ მაინც. ხო ახლა ხო კარგად მოგიტანენ ენას. ხო და მოგიტყანთ გამზრდელი ყველა კოც ერთი მეორის მიყოლებით. ყველა ხართ სამშობლოს ღალატში და ისეთი ხალხით სხვათა შორის ჩვენ ჩემი ბრალი რა, ამის ბრალი რა, იმის ბრალი რა, ჩვენ რა ვქნათ, რა გვეშველათ კიდე ერთხელ გეუბნებით. ყველა ვინც გაჩუმებულია და პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ამ ყველაფერს დუმარით უყურებს და მარტო აუ ქოცების დედა იძახის, ხო, ისიც თანაზიარია ამ საქმეებთან დაკავშირებით. გინდათ ვინმეს გაწუხებთ ხმის ამოღება, მიბრძანდით, ბატონო, თუ თქვენ არ იცით სად უნდა დადგეთ, მიბრძანდით, აგერ რუსთაველის ფრამეთში არის ქართველთა დიდი გაერთიანება და შევიკრათ ეროვნული საქმის და ქართველები ერთმანეთის გვერდის გვერდ დავდგეთ. არ გინდათ, თუ მაგიც არ გინდათ, მაშინ გაჩუმდით. ესე იგი არ გინდათ არაფერი. არ გინდათ, უბრალოდ სერის შოუებს მიეჩვიეთ და ეგა. უყურეთ კვერცხის ფასი როგორ გაიაფთება. უყურეთ როგორ იქნება ეს რა ქვია ბიძინაზე და მიშაზე რა გამოვარდება, დივენსისაც ჩამოვა, ის იმას ზელენსკი იმას რას ეტყვის, ეგი რას ეტყვის და უყურეთ იქ იმას იმის ყელობა შეუკვეთა, ამან ამას იმის გაუპატიურება შეუკვეთა, ამან ამას ის შეუყო, იმან ამას ეს გამოუყო და იღავით ასე. დატკბით ამ ყოველდღიური ცხოვრება.
დასასრულისკენ მინდა წავიყვანო ბიზნესა მაგ თემებთან დაკავშირებით ცალკე მინდა მე გავაკეთო მაგ ყველაფერი სერიოზულად შევხედოთ ამ საკითხებს ეს არ შეიძლება ასე ზედაპირულად მაგ თემებზე საუბარი ეცდებით ნახოთ შეიძლება ხვალისთვის მოახერხო და ვისაუბროთ მაგ თემებთან დაკავშირებით რა მიზნები და ინტერესები აქვთ და რატო ხდება ეს ზოგს ძალიან გადაჭარბებულად რაღაცა წარმოუდგენია ზოგს ასე ზოგს ისე მოკლედ სიმართლე სადაც არის მაგრამ მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ ხვალ არა ალბათ ზეგისთვის ეცდები რომ მქონდეს ვიდეო ტრანსლაცია YouTube-ის არხზე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენტური პირთან ყოველ შემთხვევაში ამ საქმეში ერთადერთი ადამიანი ვინც იბრძვის და ხმას იღებს საქართველოში სოციალური პრობლემები არავის არ აინტერესებს ეს არის არჩიბალდ მეკეში და თუ რამე პრობლემა არ შეგვექმნა შაბათისთვის დროს გაგაგებიებთ ზუსტად როდის და რანაირად იქნება აუცილებლად გავაკეთოთ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან ერთად ვიდეო ტრანსლაცია და ვისაუბროთ იმ ეკონომიკურ დანაშაულებებზე, რომელიც საერთოდ გამიჯნულია ქართული საზოგადოებიდან და ამას კითხვას არავინ არ სურს. სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც პირველ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის და ამაზე ფიქრი არავის არ უნდა, ამან გადახვეწა ქართველიერი საერთოდ და დაცალა საქართველო და გვეუბნებიან რომ ეს კარგია, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, ის არაფერი შეგვიძლია. ამიტომ YouTube-ის არხზე გვექნება ტრანსლაცია და ვისაც გნებავთ შეგიძლიათ შემოგბრძანდეთ დროს და თარიღს უფრო დაზუსტებით ხვალისთვის გაგაგებიებთ მე ისე დაგეგმილი გვაქვს შაბათისთვის საღამოს საათებში და გვექნება ეს საკითხები ამათი გაიაფება აი ამათი ეკონომიკური რეფორმები და მსგავსი რაღაცები. კითხე ძმაო, გარიჩთან დაკავშირებით რა კითხვა გაქვთ. არ ვიცნობ ზაურ რევაზ კარანაძე სამწუხაროდ, მე არ ვიცნობ ძალიან განათლებული ბიჭი არის, მაგრამ მე მას პირადად არ ვიცნობ და უბრალოდ როგორ გითხრა. მე სხვათა შორის გადავეცი რა ქვია აქ ჩემმა ერთ-ერთმა გამომწერმა მითხრა რომ ვინც მისცა დავით გარეჯის შესახებ ინტერვიუ დიტო ჩუბინიძეს თუ მას ექნება სურვილი ვიდეო ეთერის გადავეცი დიტო ჩუბინიძეს რომ გადასცეს თვითონ ექნება ამ ყველაფრის სურვილი შემობრძანდეს და გქონდეს ერთობლივი ლაივი ამ საკითხთან დაკავშირებით და ნახოთ რა ვიცი თუ ექნება სურვილი ადამიანს მე წინააღმდეგი არ ვიქნები პირიქით სიამოვნებით გავაკეთოთ რომ არავის რა უნდა შეიტანონ აი რომელ სასამართლოში და რასთან დაკავშირებით უნდა უჩივლო მე ამას ვერ ხვდები იმიტომ რომ ეს იურიდიული საკითხია და სასამართლოში საქართველოს ხელისუფლებას უნდა უჩივლოთ ის რომ თუ ვერ გავიგე ყველაფერი საინტერესო არის ჰამლეტ ყველაფერი საინტერესო არის ან ძალით წაართვეს ან ნებით გადასცეს ან ხო იძახიან რომ სააკაშვილმა გადასცა გვაჩვენონ დოკუმენტი სააკაშვილის ხელმოწერით გვაჩვენონ გრიგოლ ვაშაძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი გვაჩვენონ მე მოვითხოვე ყველაფერი არის ჩემს YouTube-ის არხზე ის სადაც მოთხოვნა მქონდა და ამის გამო ну გაზეთს რო უჩივლოთ სიტყვაზე ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთი არ არის ვალდებული ისა რა ქვია პასუხი აგოს წყაროს მოწოდებულ ინფორმაციაზე არაფერ შუაში არა გაზეთთან მივიდა ეს იურიდიულ საკითხში ეს არ ჯდება არანაირი ტექნიკური საშუალება არა რომ ეს ინფორმაცია მიიღოთ იმიტომ რომ
მივიდა ჟურნალისტთან პირი, ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ ეს არის საინტერესო ინფორმაცია და ამან მოახდინა ამ ინფორმაციის უბრალოდ პლატფორმა მისცა იმისთვის, რომ ადამიანს ელაპარაკოს. ამიტომ აქ არ არის გაზეთის, ეს არ არის ისეთი სტატია, რომ გაზეთის ჟურნალისტი ანალიტიკურ სტატიას ან რაღაცა ბრალდებას აყალიბებდეს უშუალოდ ხელისუფლების მიმართ. აქ არის ცოცხალი ადამიანი, წყაროს რო უჩივლოთ, წყარო არ არის ვალდებული, რომ თქვენ წარმოგიდგინოთ ეგ ყველაფერი. არ არის ვალდებული. დღეს დემოკრატიაა, ყველა თავისას ლაპარაკობს. აქ თუ ვინმეს აქვს კონკრეტულად ამ პიროვნებასთან საჩივლელი, აქ კონკრეტულად კობახიძეს, იმიტომ კაცი ამბობს, რომ თვითონ კობახიძის ხელმოწერით იქნა გადაცემული ეს ყველაფერი. და ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა იყოს მოპასუხე მხარე. სახელმწიფო უნდა უჩიოდეს მის მოქალაქეს. არ დაიკითხება მოწმის სახით, არ დაიკითხება. არ არსებობს. მოწმის სახით არ მოხდება მისი დაკითხვა. მე მესმის თქვენ რასაც ამბობ. ჩემო ძმაო, დავით გარეჯთან დაკავშირებით ყველაზე კომპეტენტურად მამა ილარიონი და მამა კირიონი იბრძოდნენ და იბრძვიან დღესაც. ახლა მე მათთან კი მიუხედავად იმისა, რომ კირიონს შევხედრილ ვარ და ვისაუბრია და ვიცნობ, ახლა მე არ მაქვს მაგის საშუალება და მასე ახლო ურთიერთობა, რომ შევეკითხო და არაფერი არა, იქ სალაპარაკო იქ არის ძალიან ერთი მარტივი სიმართლე. აი იქ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მორჩ. რა თუნდა ამას ახლა ამდენი ამაზე მეტი დიდი ფაქტი რა უნდა იყოს დადებული. კობახიძე არჩევის, იმიტომ რომ კობახიძეს არც თავმოყარეობა აქვს, არც შეგნება აქვს და არც ზრდილობა და არც ნამუსი აქვს და იმიტომ. კაცო, მე ხომ უნდა თქვა, ჩემო ზვიად, ეგრე არ ხდება, ძმაო, ზეწოლა იყო თუ რა იყო იქ 6000 გარეჯელი ბერი აწამეს, იქ ამაზე მეტი დიდი ზეწოლა რა უნდა იყოს. ეს ქართველებისთვის მართლა წმინდა ადგილია და მართლა ეს არ მინდა სხვანაირად გაიგონ, მაგრამ ქართული იერუსალიმია მართლა. თუ ვიღაცასთვის არის წმინდა ქალაქი, ქართველებისთვის წმინდა ადგილი არის დავით გარეჯი. რას ქვია, ვინმე ზეწოლა გაგიკეთა. თითოეული გოჯი მიწა. აღარაფერს ვამბობ, იქ ყრაიას ველზე და იმაზე, რომელიც ისტორიული საქართველოა. ხო, არ ამბობენ და არ უნდათ. არავინ თავს არ იწუხებს. კობახიძე ვერაფერს ვერ გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის გარდა. ბიძინა ივანიშვილის გარდა ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს საქართველოში. მით უმეტეს ასეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს. მორჩა და დამთავრდა. არ ვიცი, შემოძმა მე ახლა იურისტი არა ვარ და მაგაზე 100%-ით ვერ გაგცემ შენ პასუხს, შესაძლებელი იქნება თუ არ იქნება შესაძლებელი, თუ კი ეს თეორიულად არის შესაძლებელი, შეგიძლიათ ნახოთ ეს პირი და შეთანხმდეთ, რომ ეს პროცესი არის იმისთვის, რომ ეს გასაჯაროვდეს და მე არ ვიცი, არ ამგონი. აქ ბრალდების და თავის მართლების მხარე არის სახელმწიფო. ვერ მოარონგრევთ მამამისის ბიუსტი საქართველოში საერთოდ არ უნდა იდგას დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვახო. დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში არის, რომელიც მოქმედებს, საბჭოთა ლიდერების ძეგლების დადგმას უარყოფს ქვეყანაში. და სტალინის ძეგლი თუ არ შეიძლება იდგას გორში, არ შეიძლება კგბ-ს გენერლის და უზარმაზარი იმის რა ქვია პოლიტიკური თანამდებობის პირის, საბჭოთა პოლიტიკური თანამდებობის პირის ძეგლი იდგას არც თბილისში და არც რუსთავში, არც მარნეულში და არც სხვაგან. და ეგ არა ალიევსკი და ნარიმანოვის ძეგლი დგას ეგ. მარნეულში რა ხმას ვერავინ ვერ იღებს. ამიტომ პრობლემა აქ სხვა რაღაცაში არის.
პრობლემა არის თვითონ ქართული ოცნება და პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი. აი ეს დამპალი ხალხი და ეს დამპალი ძალა სანამ არ იქნება, ნუ გეშინიათ ხალხო. დავით აღმაშენებელი აღარ აყავს ქვეყანას აგერ 800 წელიწადია, მაგრამ საქართველო არსებობს. ბიძინა ივანიშვილის გარეშეც იარსებებს საქართველო ადრე თუ გვიან ჩაძაღლდება. ჩაძაღლდება ისედაც. მაგრამ საქართველო და ქართველიერი გადარჩა. და ვარსებობთ. ნუ ხართ ამ შიშებით შეპყრობილი, ნუ ხართ მუდმივ ტერორში ჩავარდნილი. ამას გიკეთებთ თქვენ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება. რომ თქვენ იყოთ მუდმივ ტერორში. რომ ადამიანმა ვერ იაზროვნოს ნორმალურად. სულ იყოს ნეგატივი საქართველოში. სულ იყოს შიში, სულ იყოს აი ეს მობრუნდება, მგელი მოდის იყოს. არ მოიშორებს, მაშინ და ეგენი მოიშორებენ საქართველოს. იგი იქნება ჩემონიკა ჩემი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ მეგობრებო, შაბათისთვის გეგმავთ ეთერს არჩიბალდ მეკეშთან და ნახოთ, საინტერესო, ნამდვილად საინტერესო პიროვნება არის, ძალიან ღრმად გარკვეული ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს არის ძალიან ინდივიდუალური ადამიანი, რომელი ადამიანიც გამოირჩევა მართლა თავისუფალი აზრით და უამრავი თავისი წარსულის გამოცდილებით. თანაც არის გრიგოლ რობაქიძის პირდაპირ შთამომავალი. გენეტიკა კიდე მისაშვება და დანარჩენი აგერ იქნება და თქვენ თვითონ შეაფასეთ ეს ყველაფერი. მე უბრალოდ თხოვნა მეკითხება გააზიარეთ ეს ინფორმაციები, რასაც ვსაუბრობ. მეტი სხვა ჯერჯერობით არაფერი არ დაგვრჩენია. ნახავ ჯიგარო, აუცილებლად ნახავ. რომ ინფორმირება გაუკეთოთ, კიდე ერთხელ გეუბნებით, ბიჭო, არიცით სად მოიყაროთ თავი, მიბრძანეთ ქართულთა დიდ გაერთიანებაში და მოიყარეთ თავი. თუ არა და სხვა შემთხვევაში თქვენ არ გადაარდებთ ეგ საკითხი. არ გადაარდებთ. მორჩა და დამთავრდა. ეგ არის. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.